რადიო. მოგესალმებით ზურბაზო რადიო მსმენელებო, საზოგადოებრივი რადიო რჩება ტალღაზე FM 102.4 პირდაპირ ეთერში ვართ, რა თქმა უნდა და ჩვენ ვიწყებთ პროექტ სახელწოდებით ხაზის რადიო. ეკა ვარ ტალახაძე, დღეს ოთხშაბათი დღე გახლავთ და დღეს როგორც ყოველ ოთხშაბათს ბუნებრივია გადაცემას ჩემს კოლეგასთან ივანე ჯაფარიძესთან ერთად გავუწყობ. მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენს მსმენელებს და ჩვენს პირფას სტუმრებს. სტუმრებს ცოტა მოგვიანებით წარმოგიდგენთ, მით უფრო რომ ჩვენი აუდიტორია დღეს საკმაოდ ხალხმრავალია და როგორც წესი და როგორც ბოლო პერიოდში დაგვჩემდა ვიზუალურ ხელოვნებაზე გვიწევს დღეს ჩვენ საუბარი ამ ეთერში, თან ისეთ ხელოვნებაზე, რომელიც ესეთი საამაყოა ნებისმიერი ქართველისთვის. ამდენად მინდა ყურადღება გთხოვოთ უახლოესი 45 წუთის მანძილზე. თუ კი რა თქმა უნდა ჩვენთან დაკავშირების სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ აგრიფოთ ტელეფონის ნომრები 240-9192 ან 240-9292. გარდა ამისა, რადგან ვიზუალურ ხელოვნებაზე ვამახვილებთ დღეს ყურადღებას, სასურველი იქნებოდა რომ შეგევლოთ თვალი რა მოხდება დღეს ჩვენთან სტუდიაში. საამისოდ მარტივად ესტუმრეთ საიტს რადიო 1.წერტილიჯი და არა მხოლოდ მოგვისმენთ, არამედ გვიყურებთ კიდეც. ხაზის რადიო. ოთხშაბათი. ვისაუბრებს წარსულისა და აწმყოს სულიერ კავშირებზე, კულტურასა და ხელოვნებაზე, წერლობაზე, პოეზიაზე, საქართველოს სოფლებსა და ქალაქებზე, ძველ ტაძრებსა თუ ციხესიმაგრეებზე, ნიჭიერ გამრჯი ადამიანებზე. ივანე ჯაფარიძე. ხაზის რადიო. მაშასე ხაზის რადიოა პირდაპირ ეთერში და ერთგვარად მე მინდა იმ რადიო მსმენელების ყურადღება მოვიხმო, ვინც გასულ ოთხშაბათსაც ჩვენი მსმენელი იყო. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ცნობილ ქართველ ქორეოგრაფს და არა მხოლოდ ქორეოგრაფს, არაჩვეულებრივ ადამიანს რეზო ჭანიშვილს გაუხსნეს ვარსკვლავი ცოტა ხნის წინ 12-ში მოხდა ეს ყველაფერი და იქვე დავპირდით მსმენელს მაშინ სტუდიაში სტუმრად ყავდა ბატონი გელუდი ფოცხიშვილი, რომელმაც ჩუმად გაგვიმხილა მოგბრძალებულად. დამასწრო რეზომ ვარსკვლავიო და ჩემიც მალე წამოეწევაო და სწორედ ამიტომ დღეს ბატონი გელუდი ფოცხიშვილი გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი და არა მხოლოდ. და წარმოგიდგენთ ბატონი გელუდი თავის ტიტულებით. ბატონი გელუდი გახლავთ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ცეკვის თეატრ მეტეხის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს ღირსების, ბრწყინვალებისა და საქართველოს ცეკვის რაინდის ორდენის კავალერი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ცეკვის ვარსკვლავოსანი. აი, ეს ტიტულები აქვს ბატონ გელუდის და მე მინდა თავად ბატონმა გელუდიმ წარადგინოს ჩვენი დღევანდელი სტუმრები. უპრიანია ეს, აი ეს პიროვნებები ბრძანდებიან დღეს, რომელთაც შეიძლება ნაკლებად იცნობს საზოგადოება, მაგრამ ძალიან დიდ და სასიკეთო საქმეს აკეთებენ ქართული ქორეოგრაფიის განვითარებისთვის. ისე ბატონო, ისეთი აუდიტორია გვიზის სტუდიაში, რომ ესე ჯდომით ძნელია გადაცემის წაყვანა. უნდა ვიცეკოთ. ცეკვით უნდა წაიყვანა დღევანდელი სასურველი იქნებოდა. და ესეც უნდა ითქვას ალბათ, რომ სწორედ ჩვენი რადიო არის მართლა ხმალშემართული, რომელიც ქართულ ქორეოგრაფიას რაღაცნაირად ეფერება და წარმოადგენს. ამდენი ტელევიზიის 20-ზე მეტი არხია, 30-მდე არხია ქართული და მაინც და მაინც დიდი ეს არა ქართულ ცეკვას. არა და როგორც გრიგოლ რობაქიძე ქართულ ცეკვაზე წერდა, ქართული ბალეტი მთლიანად აღებული სწორუპოვარი დიდი რამბია ყოფის მიმართ. ასეთი ხალისი, ასეთი სიხარული, ასეთი ლხენა საუკუნეებში ტანჯული საქართველოს წიაღიდან არაა ეს საკვირველი. მართლაც რომ საკვირველია. ყოველი წვეთის სისხლისა საქართველოს დედულ მამულისათვის დამთხეული ზისხივა და ესწმოდა ქართულ მიწას. ახლა ვამბობ, საქართველოს დაჭრილი მზეა. დაჭრილი მზე, მაგრამ მაინც მზე. მროკავთა დასში არც ერთი ვაჟი არაა ნიჟინსკი, არც ერთი ქალი პავლოვა, ხოლო ვერა რომელი ნიჟინსკი იცეკვებს მაგალითად ქართულს ისე, როგორც ცეკვავს ამას რომელიმე ვაჟი ამ დასისა. ვერც რომელი პავლოვა გახვევა მოცეკვავე ვაჟს მაგალითად იმავე ქართულში, ისე როგორც ამას ასრულებს რომელიმე ქალი უწყებული დასისგან. ეს იმიტომ რომ ქართული ბალეტი არის ბალეტი ჯიშის, რასის. ვაშა რუკის ჯადოქორნო, ქალებო და ვაჟებო. ვაშა
მართალია გრიგოლ რობაქიძემ ეს დიფირამი მართლაც სოხიშვილების ანსამბლს უმღერა, მაგრამ ეს ზოგადად ქართულ ცეკვაზეა და არა მარტო ამ ერთ ანსამბლზე და რასაკვირველია ახლა ჩვენ დღევანდელ გადაცემაში იმ ანსამბლს შევეხებით, რომელსაც 25 დეკემბერს უხსნიან ვარსკვლავს და ბატონი გელოდი პირველი სიტყვა თქვენ. მოგესალმებით, ქალბატონო ეკა, ბატონო ვანო, მე მოხარული ვარ რომ ვიყოფები თქვენ სტუდიაში, დიახ თქვენ სწორად აღნიშნეთ. ქართულმა ტელევიზიამ რატომღაც დაივიწყეს ქართული ხელოვნება, ქართული ფოლკლორი გადასული არიან სხვა თემატიკაზე და ეს მეგულზე ხდება სულ რამე თუ ქართველმა ხელოვანმა ადამიანებმა აქ მოცეკვავე იქნება, მომღერალი იქნება, თეატრალები იქნებიან, სხვა ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ქართული კულტურის განვითარებაში. განსაკუთრებით მე მინდა თქვა ქართულ ქორეოგრაფიაში, მაგრამ მე მათ ცალკე ვიტყვი მე ესეთი ქრონიკული მსმენელი ვარ თქვენი რადიოთი, მაშინაც თქვი მე მანქანაში სუჩართული მაგ და ვისმენ ხოლმე. მე მინდა წარმოგიდგინოთ, ახლა დღეს მე მოვიყვანე ისეთი ხალხი, აქ ყოველთვის ერთი სახე რო არ იყოს, ის ხალხი ვინც შემგვერდით შოუ მოხდა, ვინც შექმნა თეატრი, მეტექი ანსამბლი, ჩამოყალიბდა ლომისშვილი მიუძღვით, ეს გახსნათ ქალბატონი ნანა ტორიაშვილი, საქართველოს დამსახურებული პედაგოგი, ქორეოგრაფი, ანსამბლ ფერხულის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ქორეოგრაფიული კავშირის თბილისის რეგიონის უფროსი ცეკვაში. ცეკვა მეყავს ქალბატონ ნანა ტორიაშვილი და მიხარია რომ მე და ნანამ ერთად დავიწყეთ მეტეხი. აქ არის ნონა ჯანდაგაშვილი, ქორეოგრაფი, ჩემი ყოფილი მოცეკვავე, ანსამბლ აბჯარის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელსაც მოიარა მთელი სოფლიო, ნანაც მოიარა მთელი სოფლიო. ყავს აქ მეტად ორიგინალური პიროვნება. ეს არის გია კენკებაშვილი, ქორეოგრაფი, ანსამბლ თათვიდას დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, კომპანია ერცილონების პრეზიდენტი, რომელიც ძალიან საოცარ კარგ საღამოებს ატარებს ხოლმე თბილისში და მთელ რეგიონში და ასე რომ მეტად ისეთი რეიტინგული პიროვნებებია ქორეოგრაფიაში დღეს მოწვეული ჩვენთან ქალბატონო ეკა რადიოში და ასე დანარჩენს ნელ-ნელა გავაგრძელებთ როგორი კითხვებიც იქნება პასუხსაც ჩვენ ხო მინდა კიდე ბატონი ზალიკო თავარიქს შევოდათ ხო თავარიქს შევოდა ზალიკო ჩემი დირექტორი ფილარმონიის ეხლა ფილარმონია ზალიკო გამრეზე მაგრამ ჩვენ მოიცდილობთ ფილარმონია იყოს ამას თქვენ უფრო კარგად იტყვით მე ეს კერა ხელოვნების რომელმაც გამოზარდა ეს თელი ელიტა ქართული კულტურის მე არ შევეხები ამას მეც მათთან ერთად 45 წელია ფილარმონიაში ვარ და სხვადასხვა ბატონო ვარნო მე მეორე შრომის წიგნაკი არ მქონია. აი კომუნიზებიდან რო ფილარმონიაში მოვედი 64 წელში დღესაც ვარ იქ და დღესაც მე ვერ წარმომიდგენია რომ მე ფილარმონიის ადამიანი არ მერქვას და ეს მიხარია მე რომ მე გარკვეული წვლილი შევიტანე შევიტანოთ ქართული კულტურის განვითარებაში და ზალიკო მერე იდე ილაპარაკებს უფრო და ეს იქნება მეტად საინტერესო რადიოგადაცემა. ბატონი ზალიკოს გვარი თქვა გამყრელიძე. სამაყო გვარია. სამაყო ჯაფარიძეები და გამყრელი რაჭელები ყორო. მე ნახევარი ჯაფარიძე ვარ, ნახევარი გამყრელიძე. ესე იგი მე და გამყრელიძე ვარ. ბატონო გელოდი მე გთავაზობთ რომ თქვენი ნათესაური კავშირები გადაცემის მერე გავარკვია. ყველა ამოხდების მომი ნათესაები საქართველოში რეცი. თუმცა ბატონო ზალიკო მართლა ძალიან საინტერესო ფრაზა თქვა ახლა ბატონო გელოდი. წარმოუდგენელია მე არ მერქვასო და ვერ წარმომიდგენია თავი მე ვარ ფილარმონიის ადამიანი. ეს საუბარში წამოცდენილი ფრაზაა, მაგრამ სიმართლე გითხრათ მართლა ძალიან საინტერესო რამ გამოვიდა. ფილარმონიის ადამიანები არიან ისინი ყველა რომლებიც ჩვენ გასული საუკუნის 30-იანი, 40-იანი, 50-იანი წლებიდან და შემდეგ უკვე მოყოლებული მე მაგალითად ჩემ ბავშვობას მივსებდნენ ის ადამიანები რომლებიც არა მხოლოდ ფილარმონიის სცენაზე იდგნენ, ავსებდნენ ქართულ კულტურას და ავსებდნენ ისე რომელმაც მე ჩვენში დატოვა ის კვალი, რაზეც რეალურად ვიზრდებით ხომ ადამიანები სულიერ ზრდას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. ამიტომ სწორედ ამ ნიშნით მინდა მეტნაკლებად
განხილება და დღევანდელ დღესაც დავუკავშიროთ ეს ყოველდღე. დღემდე ფილარმონია რჩება ამ კულტურის კერად. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვეობამ განსხვავებული დამოკიდებულებები მოიტანა რაღაცა, რაც ცოტა თითქოს აშორებს ხალხს ფილარმონიას, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით მაინც ვარსკვლავი დაინგრა ზოგიერთი ისეთი მაგალითად გოფილექტის ბაღი ერთი ხსენება იყო საჭირო ივსებოდა თელი ეს რა კონცერტები იყო და ნუ რა ხდებოდა იქ აი ერთგვარად ეპოქას რომ მოუყაროთ თავი ფილარმონიის ადამიანობა რას ნიშნავს კარგი პროზა იყო ბადნაგევრად უპირველეს ყოვლისა მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისათვის ბატონი გელოდი ეს არის შემოქმედებით და დამაღლებული პიროვნება უძველესი ტრადიციების ღირსეული დამცველი ის ფილარმონიული საზოგადოების მართლაც ამაღლებული წარმომადგენელია შესანიშნავი პიროვნება თავის ოჯახით აკეთებს დიდებულ საქმეს და ჩვენ ვინც ვართ ფილარმონიის მთელი ეს საზოგადოება უღრმეს მადლობას გამოვხატავთ ყველას მიმართ ვინც ბატონ გელოდის ღვაწლი დააფასა იხსნება მისი ვარსკვლავი იხსნება ანსალ მეტეხის ვარსკვლავი გელოდიმ გამოვიარა ძალიან რთული გზა უაღრესად მისი მოღვაწეობა გარკვეულწილად იმ წლებს შეეხო როდესაც ფაქტიურად საქართველოში შემოქმედება უკვე აღარ არსებობდა კვდებოდა შეიძლება ასე ითქვას თუმცა გელოდი გოცხიშვილი და ანსამბლი მეტეხი ცოცხლობდა და გახონდა საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურა, ქართული ქორეოგრაფია და ქართული ხელოვნება. უდიდესი მადლობა გელოდისა ყველას მათ, ვინც გადაწყვიტა, რომ გელოდის ანსამბლს და გოცხიშვილებს ვარსკვლავი გაუხსნას. ეხლა რაც შეეხება ფილარმონიას. ფილარმონია ეს იყო უძველესი კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა დიდმა ილია ჭავჭავაძემ. ფილარმონიულმა წარსულმა საქართველოს შესძინა უამრავი ღირსეული პიროვნება, წამოატივტივა ნამდვილად ღირსეულად ბევრი შემოქმედებითი პიროვნება, რომლებსაც მსოფლიო ისტორიას და მსოფლიო ხელოვნებას გარკვეული კვალი დაამჩნიეს. არ შეიძლება არ აღვნიშნო გელოდის მოღვაწეობა ისეთ წლებში მოხდა, როდესაც საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიას ხელმძღვანელობდა დიდებული პიროვნება აპოლონ გოგული-ყიფიანი. ეს სხვათა შორის დედა გამყრელიძე ყავდა. ეს იყო უაღრესად ძლიერი პიროვნება, საუკეთესო მენეჯერი და სელექციონერი. სწორედ ამ დროს მოიყარეს ფილარმონიაში თავი რერო, ორერა, დიელო, ელადა, მთელი რიგი კოლექტივი, აი ბერმუხა და რა თქმა უნდა, ეპოქა შექმნა, ნამდვილად ეპოქა შექმნა. ის იყო უჭკვიანი სელექციონერი და სწორედ გელოდი ფოცხიშვილიც აი ამ წლებში მოდის სხვათა შორის ბატონი გოგული-ყიფიანი გელოდის მოусვენარ ბიჭს ეძახდა თურმე, იმიტომ რომ ამის გაჩერება არც იქ ხდებოდა. ის ყოველთვის ამჩნევდა ასეთ ადამიანებს და გელოდი მართლაც აი აქედან დაწყებული როიტყვენ ძალიან ღირსეული ნაბიჯები გადადგა. აი ასეთი იყო ფილარმონიის დიდებული წარსული თავისი ძალიან დიდი შემოქმედებით, თუმცა 2006 წელში წინა ხელისუფლების წლებში საქართველოს სახელმწიფო ფილარმონია გაუქმდა, მაგრამ იქ დარჩი ადამიანები, რომლებმაც ვეცადეთ, რომ კიდე შეგვენარჩუნებია და ჩვენ ხარი დავიჭირა, უნდა ითქვას ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ჟვანიამ, ჩვენ არ შეგვიძლია მას გვერდი ავუაროთ ამ კუთხით და ვიბრძოდით ყველა, ვინც ვიყავით იქ მათ შორის გელოდიც, რომ როგორმე შეგვენარჩუნებინა ეს ძველი შემოქმედებითი კერა, მაგრამ სამწუხაროდ 2010 წელს ქალაქის მერიამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი, ჩვენ გამოგიყვანეს ამ შენობიდან, შენობა გაიყიდა, მაგრამ აი მე ძალიან ვთქვათ, ამასაც მინდა გავუსვა ხაზი, ჩვენი ბრძოლა თითქმის უშედეგოდ იყო, მაგრამ არ გავჩერებულ ვართ, ჩვენ გადავედით სულ სხვა შენობაში, ჩვენი შრომით ვიხდიდით იქ საიჯარო თანხასაც და მაინც შევინარჩუნეთ მთელი რიგი ღირსეული ეს ისეთი თემაა, რომელიც თუნდაც ხაზის რადიოს ფარგლებში ფილარმონიის ისტორია იმსახურებს ერთ ცალკე გადაცემას, ასე რომ ჩვენ დაგვიგდებით. ახლა მე მგონი უკვე დაიძრა მსვენელთა ჯარი
სონელები გველოდებიან და შემოუშვათ და განვაგრძოთ. გისმენთ ეთერში ხარ? გამარჯობა, ძალიან გახარებული, მე ყოველთვის გახარებული დღეს იმათ. სულიად საქართველოს რადიო მსმენელთა უსაყვარლესო პიროვნებო ქალბატონო ეკა, ბატონო ვანო. ძალიან გახარებული ვარ დღეს განსაკუთრებით. იცოცხლეთ, ქალბატონო ლეილა. ქორეოგრაფერს ფერიგური, თვითონ ბალეტი ძალიან მიყვარს და ჩვენ საყვარელ გელოდის. ეს არის არაჩვეულებრივი მეგობარი, როგორც პიროვნულად. ახლა ქორეოგრაფიაში უკვე ყველა მიცის რაც. არაჩვეულებრივი ოჯახის ბატონი და არაჩვეულებრივი პიროვნება. აი ნამდვილი მეგობარი, ნამდვილი ადამიანი. გელოდი გესამები ჯემალ მელქაზის სახელით. შეგენაცვალე, გაიგე. დიდი მადლობა ქალბატონო ლეილა. 249 ეს არის ის ტელეფონები, რომლებზეც შეგიძლიათ დარეკოთ, თუ კი რა თქმა უნდა ჩვენთან გასაუბრების სურვილი გაგიჩნდება და ახლა ერთი პატარა შეცდომა უნდა გამოვასწოროთ, შეცდომა ბრჭყალებში, როგორც წესი, მე მაგალითად ქართულ ცეკვაზე რომ დავდიოდი, კარგად მახსოვს ჩემი ქორეოგრაფი, როგორ ასწავლიდა ბიჭებს ქალბატონების პატივისცემას ამ შემთხვევაში ჩვენს პატივისცემას. გეტყვით ბატონო გელოდი, თქვენ ჩვენთან ძალიან ახლო ურთიერთობა გაქვთ, უბრალოდ ნათესაური კავშირების არ იყოს გადაცემის შემდეგ. აი კიდევ ერთი მსმენელია. კიდევ ერთი მსმენელი. მოგესალმებით ჩემო გირფასებო. მოგესალმებით ბატონო ვანო. ველოდი და გელოდი მართლაც ველოდი შემოძმაო და აი საქართველოს ბატონი ვანო გელაშვილი. ვასკლავ ჩვენა ამ ქორეოგრაფების კერეზე კანიშვილი მე შენ ჩემო გელოდი შემოძმაო. ჩვენ რა იცოდეთ ბატონებო. გელოდი ბატონს მისვლა მე რა მოდელი 10 წელიწადია როდესაც არსებობდა საქართველოში პირველი ტელევიზიაში ხალხურ შემოქმედების თავარ რედაქცია. ჩემო გელოდი ვანო ვარ გელაშვილი შემოძმაო. შენმა კაცობამ, შენმა ადამიანო, შენ დიდი ჯანაბაგრატიონის გაზეთილი ხარ, მართალია თუ საკონფლიქტი ხონდა ერთმანეთში, მაგრამ გამარჯვებული მაინც შევწებოდი ხოლმე. ჩემოდი შევარდებო, ჩემო ვანო, ჩემო ეკა, ჩვენ რომ მიცოდეთ გელოდის ამ პატარების მასას ეხლაც რომ ვკითხე, ამასინა შეხედრა იყო პიონერს სასახლეში აკაკეთების საღამო გავაკეთეთ და იქ რესტერებოდა რამდენი წელი ძანდებით მეთქი და 71 წელი გადავირიე სულთრად მატილად გამოიყურება იმდენი რეაგალიები ჩამოთვალეთ ეხლა რომ მე უძლური ვარ შემოგელოდი კიდევ რამე დაუმატო გერესეთი გელოდი არის რაღაცა სასწაული პატივცემელი ადამიანი ესე როგორც კი გაიგეს ვინმეს რამე უჩის პირველი შიხა ქველმოქმედი სასწაული პიროვნება ღიმილმოუჩილებელი კაცი შემოგდილფაზო შენ გაქვს ის თვისებები რაც ქართულ კაცს ახასიათებს და ქორეოგრაფიაში ხომ ხარ და ხარ შემოძვალ დიდი მადლობა გამთვალ ბევრს არ ვილაპარაკებ იმიტომ რომ ძალიან ბევრი დარეკავს იმიტომ რომ ბევრი გიცნობს საქართველოში და სულ მრავალ რამეა და მრავალ რამეა შემოძვალ ჩვენ შეხვდრამდე კი ბატონო მადლობა ბატონო და ქალბატონებზე საუბარი იმიტომ დავიწყე რომ ჩვენ სიტყვის პრეროგატივა აგერ მამაკაცებს დავუთმეთ და მე მაინც ქართული ცეკვის ესთეტიკიდან გამოვდივარ და ამდენად ბოდიშს ვუხდი ქალბატონებს. თუმცა რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა სულ ხაზის რადიოში განსაკუთრებით ვამახვილებთ ხოლმე ამაზე ყურადღებას. ძალიან მნიშვნელოვანია როგორ და სად იწყება ურთიერთობები, რა გარემოში, რა ნიადაგზე და როგორ ვითარდება მე ამიტომ ამ ნიშნით მინდა გკითხოთ ახლა თქვენ როგორ გახსოვთ, სად გახსოვთ თქვენი შეხვედრა, თქვენი გზების ადიკვეთება, ეს ყველა შემთხვევაში იქნებოდა დიდი ხელოვნება, რასაც ცეკვა ქვია, მაგრამ გარემოებები თავად დაგვიზოსდეთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის, მინდა მივესალმო ჩვენს მსმენელს. და ჯერ უპირველესად მიულოცო ბატონ გელოდის ასეთი მართლაც ძალიან დიდი გამარჯვება, რასაც ვარსკვლავის გახსნა ქვია. ასე ვარსკვლავს ისე არ ხსნიან. მე მინდა დავიწყო იქიდან, სულ პატარა 16 წლის ვიყავი, აი მეტეხი, როდესაც შეიქმნა, ერთადერთი გოგო ვიყავი 16 წლის შორის და ის პირველი საფუძველი ჩაეყარა მაშინ. გელოდი აი ნანას მეძახის შეეშალა თქო, არ შეშლია. მოფერებით ყველაზე ახლობლები ნანა მეძახდნენ ოჯახში და გელოდი იყო ჩვენი ოჯახის წევრი, იმიტომ რომ მასთან გავიზარდე. ფაქტიურად ეს იყო 76-77 წლები, როდესაც მე ჯერ მე-10 კლასს ვამთავრებდი, სუხიშვილების სტუდიას ვამთავრებდი ზუსტად და გელოდი ქმნიდა, აი უნდა შეექმნა ეს ანსამბლი. ჯერ სახელწოდებაც არ იყო მოფიქრებული ფაქტიურად და შემომთავაზეს რომ მეცეკვა იქ. ნუ ეს იყო ჩემთვის ცეკვა, იყო ჩემთვის ყველაფერი, ბავშვობიდან ცეკვავდი და ალბათ აი აქედან დაიწყო ჩემი კარიერა ცეკვაში, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ
ვაბარებდი იურდიულზე, ვემზადებოდი და შეცვალა კარდინალურად, საერთოდ შემოbrunდა ჩემი ცხოვრება და ისე წავიდა, რომ მთელი ცხოვრება აგერო 20 წელი ფილარმონიის ვიყავი მეც ასე მსახიობი 20 წელი პროფესიულ სცენაზე ვიცეკვე. მაშინ მე რომ მოვედი უკვე ფილარმონიაში, დორიან კიტია იყო ხელმძღვანელი, გენერალური დირექტორი ფილარმონიის. და რა თქმა უნდა, აი გელოდისთან დავიწყე ეს პირველი საფეხურები. აქ შევქმენი ოჯახი, აქ გავიცანი ჩემი მეუღლე და დღემდე ასე ერთად მოვდივართ, მის შემდეგ მოცეკვავე იყო მეუღლე? დიახ, იქ გავიცანი, ცეკვავდა, ასე ცეკვით მოვდივართ ნამდვილად და აი გელოდის დამსახურება ძალიან დიდი, რომ მე დღეს აი აქ თქვენთან ერთად ვზივარ და საერთოდ ქართულ ქორეოგრაფიაზე და ქართულ ცეკვაზე ვსაუბრობ. ესე დაგაბინავთ გელოდი. დიახ. მე მინდა თვითონ გელოდიზე ვისაუბრო. გელოდი არის მართლაც უნიჭიერესი პიროვნება. იცით, ადრე ჩვენ მართლაც რთული გზა გავიარეთ, ასე არ ხდებოდა. იყო სამხატვრო საბჭო. სადაც როდესაც ვაკეთებდით პროგრამას, აუცილებლად თითოეული ცეკვა, თითოეული ნომერი გადიოდა ძალიან დიდ აი პრესი იყო ძალიან დიდი, იცით, პატარა რაღაცა რომ არ მოწონებოდათ, არ მიიღებდნენ იმ ნომერს და ასე ადვილად სცენაზე არავინ გაგიშვებდა. ეს ნახე რო არ ყოფილიყო, ვერც მოვიდოდა აქამდე, იმიტომ რომ ნამდვილად ვერ როცა არ არის ეს ყურადღება, მე რაღაცები ისეთი იკარგება და ისეთი შემოდის, თქვა, მაშინ რომ სავსებით გეთანხმებით ნამდვილად და საჭირო იყო, ნამდვილად საჭირო იყო. ისე რომ არც მსახიობის მიღება არ იყო ასეთი ადვილი და ვერ გახდებოდი მსახიობი თუ არ და რაღაც ის აუცილებლად და ამ პროგრამის ახლა იმ პერიოდში ქორეოგრაფიას ხელმძღვანელობდა დიდი ბატონი ჯანო ბაგრატიონი. მე ახლა სუხიშვილების სტუდიიდან მისული ცოტა ის და ცხარეცემლით მატირებდა ხოლმე ასე არ არის ბატონო შე რომ გონია ასე არის ცეკვება ასე და მე მომეფერებოდა კაკლის მურაბათ ალბათ გოგოს მეწახდა კარგიო დაწყდარდი და მართლაც რთული პერიოდი, მაგრამ კარგი და აი ნამდვილად მინდა ალბათ ცხოვრება თავიდან რომ დავიწყო, ისევ ასე დავიწყებდი. გელოდიზე ვსაუბრობდი. გელოდი მართლაც უნიჭიერეს პიროვნება და იმიტომ თქვი სამხატვრო საბჭო. მაშინ სულ ნოვატორული იდეები ჰქონდა. მას უნდა აი არავინ თქვას, პირველმა დაიწყო აი თეატრის და ქორეოგრაფიის სინთეზი, აი პირველად შეიქმნა სპექტაკლი ქართული ცეკვის. და ეს გელოდისა, ახლა შემდეგ აიტაცეს დღესდღეობით ეს აღარავის არ უკვირს, მაგრამ ვინ იყო ფუძემდებელი ის დაივიწყეს. იმიტომ რომ ეს მართლაც გელოდის აი გელოდიმ დაიწყო ეს. და პირველი სპექტაკლი, რომელიც ესე იგი შეიქმნა მომავალში, აი ქართულ სიმღერებზე, ცეკვებზე ეს იყო მართლაც უნიკალური, მუსიკალურად გაფორმებული, აი ძალიან ლამაზი სანახაობა. დაგერ მოდიან ამის შემდეგ და მე მიხარია დღეს გილოცავ, გულით გილოცავ. შენ მართლა ღირსეულად დაიმსახურე, რომ ვარსკვლავი და შეიძლება შემდეგში შენ შვილებსაც უნდა გაუხსნან ალბათ და ერთს დავამატებდი მარტო. აი იმდენად იყო დაკავებული თავისი, აი ამ ჩართული იყო ამ იმაში, რომ მისი მეუღლე ქალბატონი ქეთევანი მოვიდა ერთხელ და პატარებია კაცო, ჩემი მეუღლე სულ ცეკვა მესმის მთელი ცხოვრებაო და ჩემი შვილები ცეკვაზე არ დადიანო და აი 12-ში რომ ვარსკვლავი გაუხსნეს ბატონ რეზო ჭანიშვილს მე კიდევ ერთხელ ულოცავ მას ამ დიდ გამარჯვებას ასე ვთქვათ. მასთან მუშაობდი მე ასისტენტად პიონერთა, მაშინ პიონერთა სასახლე იყო, დღეს მოსავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და მთხოვა რომ ნინო ეგებაო მოვიყვანოთო და ამათაც ისწავლო. რაზეა მე ვთხარი ლაპარაკი სირცხვილია გელოდი შვილებმა პატარები იყვნენ, მაშინ ცეკვა არ იცოდნენ თქო. მოვიდნენ ნამდვილად იქ დაიწყეს და 8 წელი და ახლა ხედავთ რა ბიჭები არიან და ნამდვილად გელოდ მე მგონი არ გეწყინება უკეთესები არიან ძალიან ძლიერები და მართლაც ასე უთქვავთ რა ქვია ის ურჩევნია მამუსა შვილი რომ სჯობდეს მამასაო და მალე ალბათ ვიხილავთ მომავალში მათ ვარსკვლავებს. საუბარია გელა და დავით ფოცხიშვილებზე და სხვათა შორის აუცილებლად უნდა განვმარტოთ და ინფორმაცია მივაწოდოთ მსმენელს. 78-ში შეიქმნა მეტეხი ხო 1978 წელს ანსამბლი. შემდეგ უკვე გადაკეთდა თეატრად. ძალიან საინტერესოა ერთი ნიუანსი ყოველთვის ქორეოგრაფიაში თავი რომ დავანებოთ ეგრეთ წოდებულ ნახაზებს, ესთეტიკას, ამა თუ იმ ცეკვისა, მუსიკა, როგორ ფორმდება და რაზე ცეკვავენ ქართველი მოცემულები.
მოცეკვავები. ამ ნიშნით თქვენს თეატრში ძალიან საინტერესო მიმართულება გვაქვს ბატონგელოდი. ქართული კლასიკოსი კომპოზიტორების მუსიკა შემოგაქვთ თქვენ. ხო? ეგრეა, იმიტომ რომ მე თავიდანვე ჩავთვალე, რომ ჩვენი მუსიკა ჟღერადობა მაინც იყო პრიმიტიული. როდესაც ჩვენი მეზობლები აზერბაიჯანში, სასონხეთში, ოსეთში მუსიკები ჟღერს ძალიან კარგად. კაცო ფიქრობდი რა უჭირს ეს ერთი გარმონი, ერთი დოლი, ეს ვატყუებთ ამ ხალხს, თორსა საქართველოში არის ესეთი მელოდიური მუსიკები, ცეკვებისთვის ისა როგორ შეიძლება მივედი კელაპტრიშვილთან ცხონებულ ომარისთან, აქ იყო მაშინ რადიო ტელევიზიის ორკესტრი შეგახსოვს ვანო ალბათ. და მე ვუთხარი რომ მოდი ომარ მე ჩავწეროთ მეთქი ერთი ქართული მუსიკა მეთქი რა. ხო და სხვათაშორის ესეთი ქარიზმა ქონდა ომარის, რომ მე უყვარდი ძალიან და მე რა ჩავწერეთ რა. მე ვუთხარი შენ ფონში დარჩება ეს ჩანაწერი მელოდიაში გავაკეთებ იემა შენ აფერს არ ხარჯავ მუსიკოსებსაც პატივს ცემდა რომ ეს ეროვნული საქმე გავაკეთოთ მეთქი. წამოვიყვანე სუხიშვილების დამგვრელები, ჩავთე ომარის იმაში, უკვე კომპოზიციები გამზადებული მქონდა და ყველაზე მთავარი ზალიკო რა იყო, იცი? მე ვწერდი 8-8, 2-8, 4-8 მორჩა. აბა შემდეგი კიდე ხარისხიანი გაგიჟდა ხალხი. რა ესეთი კუსოკები ჩაწერა. მთლიანად არ შეიძლება, მაგრამ მე მქონდა ჩემი გათვლა, რომ მე ამას დავამონტაჟებდი, მესმოდა ძალიან კარგად მონტაჟის ხელოვნება, შევაწეპებდი, გადმოვაწეპებდი და ბოლოს ისეთი დისკი გამოუშვიდა, საქართველოში სტრიალებდა გამრავლებული კომპოზიცია, მაგრამ მომოდით ამას თუ ენახევარი მე რემონტაჟ. მუსიკოსებმა რო ნახეს გააფრინეს და გადმოვიტანე მე. ნუ დაიწყეს მაშინ ქართული მელოდია და დოლგარმოინდა არ დოლია ჩვენი და არდიანონია ჩვენი. ისე რო თქვა რა. მე ქართული სული მოვიტანე. მე კომპოზიტორები ვინც მივიჩინიე მაგალითად ლაღიძეზე დავარქვი ქართული პადედე გავაკეთე საბუდარელი ჭაბუკის მუსიკა როა ფილმიდან და საბაძეზე ძველი უბანი რაღაც იქით აქეთ და ბოლოს გამოვიდა უკვე ხალხმა გამოიხატა ეხლა მთელი საქართველოს ჩანაწერია ბატონო. რონახო გაგი ფინანსურადაც ვერ იხდიან. მუსიკოსები ძალიან ძვირი ღიზა და ყველას აქვს ჩანაწერი და ჰარმონიული ბლოკი გავაკეთე. აი ჟღერადი ქართული მუსიკა დღეს ჟღერადია. კარგია და ეხლა ისე არ ვიტყვი მომბაძა ანსამბლებმა იმა და ვისმენ უკვე კარგ მუსიკას. იმიტომ ვიძახი რომ ნოვატორი ხარ თქო, ნოვატორი. ყველაფერში ნოვატორი ხარ, სიახლეების შემონახული. კიდევ ერთი მსმენელი გველოდება ჩვენ მოусმინეთ თელეო. გისმენთ ეთერში ხართ? მოგესალმებით ეთერში ძანა. გამარჯობათ. მე ნანა ვარ გორიდან. დიახ. მოგესალმებით. გელოდი გილოცავდნენ შენ ისეთი კონკურენციის პირობებში გაიტანე თავი სუხიშვილების ქვეყანაში რომ ერთი კი არა 10 ვარსკვლავი გეკუთვნა. ხო და რა ვიცი კიდე ველოდები კიდე. ეხარით. დანარჩენს Facebook-ზე მოგილოცა. დიდი მადლობა. და გორიდან დანარჩენს Facebook-ზე ელოდეთ ბატონა გელოდი. დიდი მადლობა და დაუბრუნდეთ ჩვენ სტუდიაში. ხო და აი ესე და ამრიგად ახალი ინოვაციები, კლასიკა, ფოლკლორი, კლასიკაში მე ვანო იყო ესეთი რაღაცა, საერთოდ ფოლკლორულ ანსამბლებს უცხოეთში იღებენ მარტო ფესტივალებზე. რატომ მოხდა რომ მე ჩემ ანსამბლს დავარქვი აი ნონა ჯანდაგაშვილი აგერ არის ესპანეთში უკვე ჩვენ 72-ში ნონა თუ გახსოვს 92-ში ჩვენ უკვე ბალეტი დაგვიძახეს. ჯორჯია ნაციონალე დელა ხო იტალიაში ახლა 4 ჯერ ვიყავით იქაც ესე და ამა შექმნა პირველი მეტეხმა დაირქვა ბალეტი, იმიტომ რომ თეატრები არ გიშვებს ქალბატონო ეკა ფოლკლორი თუ ხარ გეუნებია ამისთვის არსებობს ფესტივალები წადი და იცეკვეთ რა გადაიხადეთ თქვენი ფული ჩვენ ვერ მოხვდებოდით იმ გრანდიოზულ თეატრებში მსოფლიო წამყვან სცენებზე თუ ჩვენ არ ვიქნებოდით ქართული ნაციონალური ბალეტი იმიტომ რომ იმპრესარიო როდესაც ყიდულობს ბალეტს სხვათა შორის ძალიან დიდი დაინტერესება აქვს მაინც წინ დგას თავისი ეკონომიკით ბილეთების გაყიდვით ასე და მე იზოლებული ვიყავი რომ ქართული ფოლკლორის გამეკეთებია რამოდენიმე ნომერი 1 3 4 5 ნომერი ფოლკლორი ბალეტში რაც მეტად კარგად გამომივიდა რა თქმა უნდა ახალი
ხილი იყო, მაგრამ უცხოელებმა აიტაცეს. აი ქართული პადედას ვიძახით, ცეკვავდა ჩემი ძალი და ჩემი შვილი გელა. მე მეუბნებოდი, რამოდი ხალხი მეუბნებოდა, ვინ დაწერა ეს მუსიკა? ეს არის ბეთჰოვენის დონის კომპოზიტორი. აბა წარმოიდგინე, საბუდარელი ჭაბუკის მუსიკა ხომ მოგისმენიათ? ის ჯანსუხახიძე დირიჟორობდა ორკესტრი, ის ორიგინალი მქონდა მე და ახლა ისე შთაბეჭდილებას ტოვებს რაღაც საოცარს რა. ჩვენი კომპოზიტორები, რომელიც მე გავიტანე და ცეკვები გავაკეთე და წარმოუდგენელი იყო, ძალიკო ამ მუსიკებზე ცეკვები და ზოგ გაეცინებოდა და ბრახუნისგან გამოვედი ცოტა და რა თქმა უნდა დოლიც იყო ხალხური მუსიკა, მერე სიმფონია ესე და შეიქმნა ესე ჩამოყალიბდა ახალი სტილისა და მიმართულების ანსამბლი ბატონო ვანო. აი დღესაც ამას ვაგრძელებთ ჩვენ, ეხლა დღეს ჩვენ აკადემიას ხო გავაკეთეთ. და იქაც სხვა დატვირთვა კიდე კლასიკური მე მაინც მივედი იმ დასკვნამდე რომ მაინც მოცეკვავე უნდა გაიაროს კლასიკის კურსი რამე თუ ფეხი კონდეს მაგარი წერფი კონდეს ჩემი კუხნიდან გამომდინარე ვლაპარაკობ თავი ბეჭი და გასო შემოვიდა უკვე პრიმიტიული ქართული ცეკვა ფოლკლორი ეს არავის არ უნდა კიდევ ვიმეორებ ფესტივალების გარდა ჩვენ თუ მსოფლიო სცენებზე გვინდა იქ ცოტა სხვაში შეფუთვა უნდა და სხვანაირი რაღაცა ახლა ქალბატონანასთან გადავიდეთ ალავერდი თუ არა გვეჩაგრებიან ნონახრები ისე ერთიად და საინტერესოა, როდესაც მაყურებელი აფასებს, მაგრამ როდესაც პროფესიონალები აფასებენ ერთმანეთს ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პრაქტიკულად იქ ისეთ ნიუანსებზეა საუბარი, რომელსაც შესაძლოა აი კიდევ ერთი მსმენელი გველოდება. გისმენთ ეთერში ხართ? ბატონო, მოგესალმებით. მე ზემორი მერქიდან გაწუხე 80 წლის კაცი ვარ და უკვე დროარი იმისა რომ ვანიკო ხრეველი დაგერქვა შენ ფსევდონიმია საჭირო შენთვის ვანიკო ხრეველი კარგად განდებოდე კი ბატონო დღეიდან მე ასე წარმოვადგენ ხოლმე ყოველ ორ შაბათს ეთერში ვანიკო ხრეველი ხრეველი ჩემთვის ფსევდონიმია ესე რომ კი ბატონო გისმენთ ბატონო მოგესალმებით მსმენელსაც დიდი მადლობა გელოდი მას არ დაგიძახებთ დღეს ბატონო გელოდი იმიტომ რომ დღეს თავისუფლებას ვაძლევ და მაქვს ბედნიერება რომ ვიყო თქვენი კოლეგა. უკეთ მასწავლებელი მზადებით. ეს არის ძალიან დიდი დამსახურება თქვენი. მე 100 მეტეხის წევრი ვარ 99 წლიდან. ეს ის პერიოდია საქართველოში, როცა ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობამ პიკს მიაღწია და თქვენ კარგად მოგეხსენებათ რა უბედურებები გადაიტანა ამ დროს სრულიად საქართველოს და კერძოდ თბილისში რა სიტუაციაში გვიწევდა ყველა ცხოვრება და მუშაობა. მიუხედავად რთული პირობებისა, არც ერთი დღე არ შეჩერებულა ჩვენი შემოქმედებითი მუშაობა. საოცარი თავდადება, საოცარი საქმისადმი სიყვარული და ეს ალბათ დღემდე გამომყვამე და ყოველთვის უყვები ჩემ მოწაფეებს აი ამ ურთიერთობების შესახებ. ფეხით გვიწევდა სამსახურში სიარული, იმიტომ რომ ეს ჩვენი სამსახური იყო. არც ერთი რეპეტიცია თუ გახსოვს ბატონო გელოდი არ დაწყებულა 10 წუთით დაგვიანებითაც კი. თვითეული ჩვენთაგანი ამ გუნდის წევრი ზუსტად 20 წუთით ადრე ვიდექით ჩაცმულები უკვე სარეპეტიციო დარბაზში და ეს მოდიოდა რა თქმა უნდა ბატონი გელოდისგან. მისი დიდი თავდადება, მისი დიდი სიყვარული საქმისადმი, რომელიც ავტომატურად გადმოდიოდა ჩვენზე და აი ეს პასუხისგებლობა, რომელიც დღეს პირადად ჩემში დღემდე მოდის ჩვენ ის პერიოდი იყო და ის გუნდი ვიყავით, რომელიც დღეს სერიოზული ბავშვთა ქორეოგრაფიული კოლექტივების ხელმძღვანელები არიან. რამოდენიმე მინდა გავიხსენო და ჩამოვთვალო. ბატონი აგული ქავთარაძე, გოჩა ჩიხრაძე, მურმან მამარდაშვილი. ეს გია განუგრავა. ეს იყო, იცით როგორი უზარმაზარი და თავდადებული გუნდი გოგოებისა და ბიჭების. აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ფეხით გვიწევდა ხოლმე სამსახურში სიარული. სწორედ ამ პერიოდში იმოგზაურა სერიოზული საგასტროლო ტურნე ბატონმა გელოდი მახსენა, გაიხსენა, როცა ნაციონალური ბალეტი დაერქვა, სწორედ 92 წელი იყო ესპანეთში ორთვე ნახევრიანი ტურნე ქონდა.
პროფესიონალების გვერდზე ვიდექით სცენაზე. ეგვიპტეში ვიმოგზაურეთ. სწორედ 91 წელი იყო თუ არ ვცდები 91-92 წლები ეს ომის პერიოდი როცა თბილისში კულტურული ცხოვრება თითქმის მკვდარი იყო აი თავისუფლებას მივცემდა ამას ვიტყვი და შეიძლება ითქვას ანსამბლი მეტეხი ჩამოყალიბდა ომსა და ბრძოლაში გამობრძმედელი გამოკეთილი გამოტარებული ანსამბლი ერთადერთი რა შემიძლია კიდე დავამატო ამ ყველაფერს რომ ბატონგელო კიდევ ერთხელ გილოცავთ აი ამ დიძეიმის თვითონ მეტეხელს ულოცავ ეს ის გუნდი იყო მეგობრებო რომ არა აი ეს გუნდი და ეს ძიმე პერიოდი აი ეს გარდატეხა არ გადაიტანა ალბათ დღეს ჩვენ აქ ერთად არ ვისხდებოდით არ შევიკრიბებოდით რა თქმა უნდა უდიდესი წვლილია გაი ჩემი უფროსი კოლეგის და წინამორბედის ქალბატონი ნინომ რაზეც ისაუბრა იმიტომ რომ ამათმა ანბანი, ანუ ანსამბლ მეტეხის ანბანი, ამათმა დაიწყეს, ამათმა გაგვიკვალეს, ამათმა მოგვითელეს ის გზა, რომელიც სწორედ მეორე თაობას ვეკუთვნი ანსამბლ მეტეხის, დღეს უკვე მოდის გრძელდება. ბატონი დავითი და გელა ვახსენით, ბატონ გელოდის შვილები, რომლებიც ერთად გავიზარდეთ. მე კარგად მახსოვს ესპანეთში გელა 14 წლის იყო და როგორ გვიყურებდა, როგორ ვასწავლიდით ყველაფერს. ეს იყო ერთი დიდი ოჯახი და მე მიხარია, რომ აი ეს დღემდე მოვიდა და მე ვთვლი ის ვარსკვლავი ბატონო გელოდი რომელიც ანსამბლ მეტეხს სახელით იხსნება ის ერთ-ერთი იმ ვარსკვლავის ქიმი ჩემი თაობის დამსახურება და ჩემ თაობას ეკუთვნის არ ეწყინება არც ერთ ყველა მეტეხს ეკუთვნილები რა თქმა უნდა ბიჭები რომლებიც დღემდე მხარში განანდ გვიდგანან მე მიხარია რომ თქვენ გეკუთვნით ესა და ყველა სიგრამდენი თაობა არა რა ხუთი თაობა ესე იგი ხუთივე ქიმი განაწილებული ერთ-ერთი ქიმი ჩვენი ბატონ გიარაზი ბატონ გისმენთ მოგესალმებით პირველ რიგში როგორც მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის და რა თქმა უნდა პირველ რიგში დავიწყებ მილოცვით ეს არის არა მარტო ანსამბლ მეტეხის მთლიანად ქართული ცეკვის მთელ საქართველოში ყველა ჩვენი კოლეგის ბატონ გელოდისთან ერთად ყველას გამარჯობა ძალიან მიხარია რომ ეს დღე რომელიც დღესაც ჩვენ 25 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შევიკრიბებით და შევხვდებით და ვიხილავთ ამ ბრწყინვალე ანსამბლის კონცერტს რომ აი ჩვენი წინასვიტყვაობა მიუძღვის მე უბრალოდ შევეცდები რომ ძალიან მოკლედ და ლაკონურად გავიხსენო ჩემი მაწვილკაცობა 16 წელი ფილარმონიის დარბაზი სარეპეტიციო დარბაზი როდესაც შევედი ანსამბლ მეტეხში პირველად ვიგზენი მაშინ ის თავისუფალი ტემპი ის პროფესიონალური ტემპი პირველად ვიგზენი მაშინ ანსამბლი რომელიც მაშინვე უკვე დაახლოებით 22-23 წლის წინ უკვე იყო პროფესიონალური ანსამბლი შეიძლება ითქვას ანსამბლი მეტეხი სცენაზე ყოველთვის იყო არაჩვეულებრივად კოსტიუმირებული არაჩვეულებრივად მუსიკალურად გაფორმებული თავისი დადგმებით მე ნინოს დავეთანხმები თავისი ნოვატორობით მაშინდანვე შეიძლება ითქვას და არის ძალიან ორიგინალური ანსამბლი. მე მიყვარს ანსამბლი მეტეხი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ უკვე რამდენიმე ათეული წელია და არა მარტო მე. ეს ანსამბლი უყვარს მთელს თბილისს და მთელ საქართველოს. მე მინდა ჩემი კოლეგების სახელით, მთლიანად მთელი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ მივულოცო ბატონ გელოდის და უღრმესი მადლობა უთხრა იმისათვის, რომ მან დროს გაუძლო და მასთან ერთად არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი მეგობრების, ჩემი წინვალე ახალგაზრდა ბიჭების თანადგომა მამისადმი. ყველა მამას მინდა უსურვო ასეთი შვილები და საბოლოო ჟამს მინდა ვთქვა კიდევ ერთი რამ, რომ ყველაფერი ეს წარმატება ამ წინვალე ოჯახის ფოცხიშვილების დედის დამსახურებაა და ამ წინვალე ბიჭების მეუღლეების დამსახურებაა. მე არ მიმაჩნია ადამიანი მამაკაცი წარმატებული, ვისაც არ უდგას ასეთი კარგი ადამიანი გვერდში, ძალიან ძნელია წარმატება შეიძლება ითქვას მიაღწიოს. ბატონო გელოდი, კიდევ ერთხელ გილოცავთ, ულოცავთ თქვენს ოჯახს, ულოცავთ თქვენს შვილებს, თქვენს რძალს და ყოველას თქვენს გვარიშვილებს, რძლებს, რა თქმა უნდა. მე მინდა გავიხსენო და ვთქვა ისეთი რამ, რაც შეიძლება ითქვას კიდევ უფრო ლამაზ გახდის დღევანდელ ჩვენ შეხვედრას და ამისათვის გადმოგცემთ თქვენ სიტყვას და შემდგომ ისევ ჩავერთვებთ. კი ბატონო, ჩვენ სმენელი გველოდება მანამდე ბატონია მოვსმინეთ მას და განვაგრძელოთ ალო. გამარჯობა. მოგესალმებით. ბატონო, ძალიან საინტერესო თემაა და ძალიან მიხარია, რომ აი ასეთი დაფასება აქვს, აი ესეთ დიდხელოვანს, ისეთ ხელოვანებს, როგორიც თქვენთან სტუდიაში გრძანდებიან. ულოცავ პატივცემულს ძალიან დიდი ბოდიში, სახელი ვერ გელოდი ფოცხიშვილი.
ბატონო გელოდი მე ეხლა რადიოდან გავიგე თქვენ შესახებ, მაგრამ მოსმენილი მქონდა ძალიან დიდი პატივისცემით და მართლა სიხარულით გილოცავთ, იმიტომ რომ ძალიან კარგი რამე ხდება, რომ ყველას დაფასება უნდა ადამიანის შრომობს, იმიტომ რომ მე ის დაფასდეს, რა თქმა უნდა და მინდა კონკრეტულად აი პირადად ნონა გიზით მანდ ჯანდაგაშვილი და მე ნონას კონცერტებზე დასწრებული ვარ და მართლა ღირსეულად აგრძელებს, აი თქვა რომ მეო მისი მოსწავლე ვიყავიო. ყოველთვის მომწონდა და ნონა გილოცავთ, თქვენ მე რა თქმა უნდა არ მისობთ, მაგრამ მე თქვენს კონცერტებზე ვარ ნამყოფი და აი ესეთ წარმატებას გილოცავთ და სულ ესეთი წარმატებული გზით გელოთ. გაიხარეთ სულ ყველამ. დიდი მადლობა. კარგი, გაიშეთეთ. დიდი მადლობა. ცოტა დრო გრჩება კიდევ 5-10 წუთი პირდაპირ ეთერში, ამიტომ თუ სურვილი გაქვთ დაგვირეკეთ 240-9192 ან 240-9292. და ბატონო გელოდი, მაინც არის ალბათ ხო ესეთი მოლოდინი გულის ფანცკალით 25 დეკემბრის. ეხლა როგორი ფორმა ექნება კონცერტს შინაარსი და ორგანიზაციულმა აი ბატონ ზალიკოს ველაპარაკებოდი და ორგანიზაციულმა საკითხებმა უფრო გადამღალა ვიდრე შემოგვედო შეთან რაღაც უხაცები მაინც არ არის მოწესრიგებული, მაგრამ ბატონო ზალ დავით ნარმანია რო არ ვახსენო ჩვენ რო არ ვახსენოთ ეს პიროვნება ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ ვარსკვლავის გახსნაში, რამე თუ ფინანსები არ არის, მაინც არაფერი არ ხდება, ჩვენი ვარსკვლავი უნდა გახსნილი იყო დათო უკიტაშვილს უნდა გაიხსნა მაისში, მაგრამ რაღაცა უსახსრობის გამო ჩვენ რაღაცა მოტეხილი მქონდა წელი და ვერ ვხსნიდით ამას, ყველა მიწოდა უნდა გახსნილიყო და დათო ჩემი მეგობარია და ძალიან ხელი გამოგვიწოდა მერიამ და თითქმის მთელი არენდა დააფინანსა. პირველ თაობას აწეკვეთ ბატონო გელოდი? პირველ თაობა არა, ეგენი ჩემი ყველა სტუმრები იქნებიან ამ მომენტში. არ იქნებოდა ორი. არ გაგვიჭირდება გელოდი და ბოლოს ამოვლენ სცენაზე რომ დაინახოს ხალხმა რომ ამ ხალხს აქვთ წვრილი მე იმას ლაპარაკობდი მე მინდა და კიდევ ერთი სვენელია შემოუშვათ და მადლობა გადავხადო ბატონო ვანო ასეთი გველმოქმედებისათვის და ყველაფრისათვის და რაც შეეხება კონცერტი ჩვენ გავაკეთეთ სულ სხვანაირად შევა აკადემია იცეკვებს როიალ ბალეტი იცეკვებს მეტეხის პატარა ჯგუფი იცეკვებს პატარა ვახულები იცეკვებენ და ასე რომ საინტერესო კონცერტი იქნება 1 საათი და 45 წუთი მოემზადეთ ეკრანი და რა ვიცი ყველაფერი რაც შეგვიძლია და რაც შეუძლია თავხალ ახალგაზრდობას ყველაფერს გამოვიტანთ მე ისიც მინდა ვთქვა რომ ჩემი 40 კაცი ახლა ჩინეთში მოგზაურობს აი ეს უკვე დიდი მეტეხი ვერესტრებიან ამ კონცერტს 5 წლიან კონტრაქტზე არიან რამანაირად უნდა თავი გადაირჩინონ ზალ შენ დააგარგათ იცი თუ მოცეკვავს რაღაც თანხარა რაღაცა გარბის და აი ცოტა როდის მოგესწრება ეს რომ გავაფასოთ ის ხალხი ვისაც ერის კულტურა უჭირავს მართლა და რაღაცა კი ბატონო კიდევ ერთი მსმენელია გისმენთ ეთერში ხართ გამარჯობა მოგესალმებით მივესალმები ბატონ გელოდის და მის სახელოვან ანსამბლს და რა თქმა უნდა იგი იმსახურებს ვარსკვლავსაც და სხვა დანარჩენ შექებას და პატივისცემას მაგრამ მე რამდენიმე კითხვა მაქვს ერთი ორი კითხვა მაქვს ბატონ გელოდის შეიძლება მაგალითად როგორ გავიგოთ ქართული ხალხური ცეკვა და ქართული ხალხური ბალეტი ერთნაირია თუ განსხვავებული და მეორე კითხვა თქვენ რომ ჩაგიწერიათ კომპაქტ დისკი ცეკვების აკომპანიმენტზე რა კარგია ძალიან კარგია მაგრამ იყო ყველა ქართული ხალხური საკრავების ორკესტრი საქართველოს სიმღერა ცეკვის ანსამბლში კირილე ვაშაკიძე იყო ეს კირილე ვაშაკიძის ხელმძღვანელობით და ყველა ცეკვები ქონდა იმას ჩაწერილი და მოგეხსენება ჯანო ბაგრატიანი როგორ დგამდა იქ ცეკვებს დეკადაზე სწორად იმათ შეასრულეს ცეკვა ქართული და რა სუხიშვილებმა დიახ და აი როგორ რატომ არ იყენებთ იმას რაც გვინდა ჩვენ რომ ყველაფერს საუკეთესოს ქართველები წერს მივაყრით ხოლმე და
ახალ რაღაცას გქაქ. სწორედ ამაზე გქონდა ბატონოტარიო საუბარი პირიქით ქართველი კომპოზიტორები. მე ცეკვა თქვენ წარმოიდგინეთ ხუთქვიმე კელამდრიშვილმა და ჩვენ ჩავწერეთ კირილეს ხელში გავიზარდე მე თვითონ ეს იყო უნიჭიერესი კაცი, უნიჭიერესი ბევრი კონსულტაცია მიმიღია ბატონ კირილესაგან. მე ამას არ ვკარგავ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ქართული თანამედროვე მუსიკა შეეხამება კლასიკურ ნომრებს. ჩვენ ფოლკლორს არ ურევთ ის ორიგინალში, ისე იკვრება როგორც არის. ზუსტად ეს თქვი მე. და ბატონ გელოდი რაც თავარი ახლა ბატონ დარიელმა იკითხა რატოა თქვათ ბალეტი ხალხური ანსამბლის, იმიტომ რომ ბატონ მაგელოდი მე ახსნა უკვე უცხოეთში ვერ გავა, არაფინანსებენ, არ იწევენ, როცა ფოლკლორული ანსამბლია, ამიტომ კლასიკური ანსამბლი უნდა იყოს და უნდა ერქვას ნაციონალური ბალეტი. და სწორედ თეატრები არ გიშვებენ. დიახ. მეტეხის პროგრამა როგორც წესი შედგება ორი განყოფილებისგან. ეს არის პირველ განყოფილებაში წარმოდგენილია ეროვნული კლასიკური ქორეოგრაფიის ნიმუშები, რასაც თქვენ ბრძანებდით ბატონოტარიო და მეორე განყოფილებას ეწოდება თბილისური რაფსოდია, სადაც არის ნოველები, მინიატურები, სწორედ რომ ძველი თბილისის თემატიკით. ეს ის საინტერესო სტუმრები ყავდა დღეს ბატონო ჩვენ. არ გვეძნელება ხო? მათი გაშვება. მაინც არ ყოფნის დრო ეს თემა ისეთია რომ ამოუწურავ. რასაკვირველია? მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი სტუმრობისთვის. მაგრამ მე მინდა ბატონო ვანო შევბედე ჩვენს რადიო მსმენელებს რომ ბატონ ზალძა მე მოგვიწევთ კიდე ფილარმონიული საკითხებზე და სალაპარაკოზე. დიდი ამუწურავი თემაა ძალგო. ფილარმონიის ცხოვრება არის გასაშუქებელი. დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე. გაიხარეთ, გაიხარეთ. ხაზის რადიო